მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ვართ საკონსულო სამართლოსთან ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც ისევ იკრიბებიან მოქალაქეები წვიმის მიუხედავად საპროტესტო აქციაზე. ეს პროტესტი 192 საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ძალიან მკაფიოდ ჩანს მათი შემართება და სიმტკიცე, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, როცა საქმე ქვეყნის ყოფნა არ ყოფნას ეხება და როცა ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს დიქტატურა ქვეყანაში. დღეს მოქალაქეები, ვინც საპროტესტო აქციაზე დგას ან არ დგას აქციაზე და ყველგან ისმის დროს უკვე ეს პროტესტის ხმა არა მხოლოდ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან ისმის საპროტესტო გზავნილები და მოქალაქეების საპროტესტო განწყობა ყველგან საგრძნობია, რომ ძალიან მკაფიო რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, თუკი როცა ისრჩება მარტო დიქტატურის პირობებში მეგობრების და პარტნიორების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ როგორ შეიძლება გაიზარდოს ამ დროს საქართველოზე რუსეთის გავლენა და აღმოჩნდეს პრაქტიკულად ქვეყანა რუსულ ორბიტაზე, რუსეთის ორბიტაზე. ამიტომაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას, რასაც ეხლა ცდილობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, რომ პრაქტიკულად ქვეყანა აღმოჩნდეს რუსეთის ხელში. მოქალაქეები როგორც ხედავთ, ისევ საპროტესტო აქციაზე არიან. საინტერესო შემთხვევა იყო დღეს ბათუმში. მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელსაც გუშინ გაასამართლა ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი, 19 წლის სტუდენტი. მან ამ სტუდენტს უკვე მეორედ შეუფარდა 12 დღიანი პატიმრობა. გულიკო კაჟაშვილი არის ამავდროულად ლექტორი, სასწავლის სამართლის სტუდენტებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა დღეს როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გულიკო კაჟაშვილი არ მისულა უნივერსიტეტში, როგორც თქვენ სტუდენტებმა, სწორედ იმის გამო, რომ შეიძლება მისთვის დაეხვედრებინათ პერფორმანსი ან დახვედროდნენ შეძახილებით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან მიიღო ლუკა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით. აქ მივხვდები ერთ-ერთ სტუდენტს, ლარა ქარციოაძეს და მოდით მისგან გავიგოთ უფრო მეტი ამ შემთხვევის შესახებ. მოგესალმებით ლარა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ თუ გაიგეთ გულიკო კაჟაშვილის შემთხვევის შესახებ, ის ასწავლის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალს და არის მოსამართლე. მან გუშინ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაცვლიშვილის სტუდენტს. არ ჩაუტარებია დღეს გულიკო კაჟაშვილის ლექცია უნივერსიტეტში? ხო, იქიდან დავიწყოთ, რომ ტიტიაროშიძის უნივერსიტეტში, ესე ვთქვათ, აღარ არის ეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ეკუთვნის სტუდენტებს, ეს არის კონკრეტულად ქართული ოცნების შტაბინა, ერთი შტაბინა, რომლის რექტორი არის ქართული ოცნების წარმომადგენელი ტიტიაროშიძე. გულისხმობთ იმას, რომ ტიტიაროშიძე რექტორობამდე იყო უმაღლეს საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან. შესაბამისად პოლიტიკური კუთხით ძალიან აქტიური არის ვიქტორ ტიტიაროშიძე და რაღაცნაირად ჩუმად ესე პოლარიზებულად ავრცელებს ასე ვთქვათ ოცნების პროპაგანდისტულ ამბებს მოკლედ, რომელიც მე რაღაცა ნალექ სტუდენტებს ესე ვთქვათ პოლარიზებას ახდენს ჩვენიდან. ხო, რაც შეეხება ახლა გულიკო კაჟაშვილს. დღეს ნამდვილად ჰქონდა 6 საათზე გულიკო კაჟაშვილის ლექცია და პროტესტის ნიშნად ჩვენი სტუდენტები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციაში, იყვნენ მისულები და აღმოჩნდა, რომ ცარიელი იყო აუდიტორია, არც ერთი სტუდენტი არ იყო შიგნით და რეალურად არც გამოცხადებულა გულიკო კაჟაშვილი ლექციაზე. შესაბამისად, დღევანდელი ლექცია, ასე ვთქვათ, ანუ სწორედ იყო გათვალისწინებული, რომ უნდა ყოფილიყო მისი ლექცია ამ საღამოს უნივერსიტეტში, ხო? მაგრამ არ მისულა გულიკო კაჟაშვილი ამ ლექციაზე. როგორც სტუდენტები, ისე ლექტორი არ გამოცხადდა ლექციაზე. თქვენ რა შეიტყოდით პირადად ამ მოსამართლეს, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი ამ მოსამართლის მიმართ, რომელსაც უკვე მეორედ დააპატიმრა ლუკა ნაცვლიშვილის სტუდენტი და გუშინ საია, რომელიც იცავს ლუკა ნაცვლიშვილის ინტერესებს, ამბობდა, რომ ამ მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მან პირდაპირ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რადგანაც მაგას ვიდეო, რომელიც ასახავს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებას, ამ ვიდეოს წარდგენაზეც კი უარი თქვა მოსამართლემ, რომ გაცნობოდა მინიმუმ ამ მტკიცებულებას, ამ ვიდეოს როგორც მტკიცებულებას. გულიკო კაჟაშვილი ერთ-ერთი მათგანია იმ მოსამართლეებს შორის, რომელმაც არა მხოლოდ ეხლა ლუკა ნაცვლიშვილი, არამედ 12 ივნის მომხდარი აქციების დროს დაკავებული სტუდენტები დააკავა და ესე ვთქვათ, განმეორებულ სამართლობა ჩაიდინა გუშინ რეალურად. კი, ნამდვილად ესე ვთქვათ, არ ჰქონდათ უფლება 12 იანვარს ხო? არ ჰქონდათ უფლება, რომ პირველ რიგში დაეკავებინათ ლუკა ნაცვლიშვილი და მეორე გულიკო კაჟაშვილს სამართლებრივად
თქვათ 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ამიტომ გულიკო გაჟაშვილი და მისი ოჯახური წარმომავლობა რეალურად არის ესე ვთქვათ უსამართლობის ზეიმი. თუნდაც მისი და რომელიც არის უსამართლია ლიანა გაჟაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა მისი სიძე რომელიც არის უზენაესი სასამართლოს ანუ ეს კლანი ოჯახური კლანი აგრძელებს უსამართლობის გავშლებას. როგორც ვისპადამ განიხილა ძალიან ცნობილი кейსის კინტელების საქმე, როცა ბიზნესმენი რომელიც კინტს აჭმევდა, საქონელს ეს დადასტურდა სასამართლოშიც კი, მან მოიგო პირიქით ეს საქმე სასამართლოდ დავა სწორედ ლიანა გაჟაშვილის პირობებში, როცა მან განიხილა ეს სამოქალაქო დავა. და თავად გულიკო გაჟაშვილი არის დასანქცირებული მოსამართლე, სწორედ ამ ლუკანასის როცა მან შეუფარდა 12-დღიანი პატიმრობა იანვარში, იანვრის საპროტესტო აქციის შემდეგ, ამის შემდეგ ის დაასანქცირა ესტონეთმა. ხო, ან აქ კითხვა მიჩნდება, როგორ არის დასანქცირებული მოსამართლე პირველი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ოფიციალურად და შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. რა უნდა გვასწავლოს გულიკო გაჟაშვილმა, რა სამართლიანობა უნდა გვასწავლოს, თუნდაც ფორმალურად, თუნდაც არაფორმალურად ისეთი, რომ კარიერულად უბრალოდ განვითარდეს სტუდენტები. ან სრული მარაზმია ამ ადამიანის, როგორც სადამსჯელო და სასამართლო ინსტიტუტში ყოფნა, ისე სახელმწიფო განათლების სისტემაში ყოფნა. ჩემთვის მიუღებელია რეალურად. მადლობა, ეს ლარა ქარციელაძე იყო სტუდენტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. წვების მიუხედავად თქვენ ხედავთ რომ მოქალაქეები დგანდნენ ისევ ქუჩაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას ბათუმში, სადაც უკვე 182 დღეა იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. მოდით დავით რობაქიძეს გავისაუბრები, პოლიტიკოს, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს, ერთ-ერთს მოგესალმებით ბატონო დავით. თქვენი მოსაზრებები საინტერესოა, თუ შეიძლება. უთო უფრო საინტერესოდ საუბრობს ახლა ამ ეტაპზე. ეცესაც გავისაუბრებით კი ბატონო. დღევანდელ ამბებზე რას ფიქრობთ? თქვენი მოსაზრება გითხარით. გომელაურის წასვლა პირველ რიგში გასნიშნავდა თქვენთვის. რატომ წავიდა გომელაურის მინისტრი? თავისუფლება პოლიტპატიმრებს და რაც შეეხება მთლიანობაში რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ეს გამოძახილია იმის, რომ ქვეყანაში ცვლილებებია, იმეც ვიტოვებ ცვლილებები კარგისკენ და ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის დროზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი გაუშვა, უпростоრად გადააყენა და იმანაც იგივე განაცხადა, გარიბაშვილზე ვამბობ, რომ წავედი სახშიო, დავიღალეო, ანალოგიური განაცხადა. ხო, ტექსტი და ხელწერა ერთი ახლა ვინც აქცევს ყურადღებას, ის მიხვდება და ახლა აგერ ქოცი რო ყავს, ეგერ მეზობლად. ქალბატონი რო ერთი იმას გინდა უხსენე, გინდა რა აზრი არ აქვს, მაინც ქოცია, იდიოტი ეგ ზამიარიშვილი. ანალოგიური განაცხადა, მაშინაც პრემიერ-მინისტრმა გაბრძანდა, წავიდა, ფაქტიურად დროის მდგომარეობით, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თითქმის რაღაც პროცენტულ ნაწილში უკვე მოსახლეობას დავიწყებული აქვს და დავიწყებული ყავს ღარიბაშვილი, იმიტომ რომ ეს უარეს სისულელეებს აკეთებს, ამიგეთ და ფაქტურად ანალოგიურს უტირებს ამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს. რატო ვფიქრობ მე ასე? იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ივანიშვილთან ერთად მოვიდა. ეს თავის დროზე ივანიშვილის დასაყრდენი იყო, ხო? პოლიტიკაშიც მოსვლამდე. აქედან გამომდინარე უსუფთავებს, ცხოვრების უსუფთავებს, გზას რომ ცხოვრება გააგრძელონ ამ ქვეყანაში. მაგრამ ის არის მაგნიცკის სიაში მოხვედრილი პირი, ხო? ამ შემთხვევაში გომელაური. რა თქმა უნდა, გომელაურს რო სისულელეები აქვს, მაკეტები და გომელაურს. ამით რა იცვლება გომელაურის ბავშვების დაჭერები ამ მომენტია, იცი, ჯაბა. დავით რა სულის ივანიშვილი, ანუ რა იმიტაციას ხავს დაავიწყებს, იმდენად სულელს მოიყვანს ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი. მოიყვანა ხო უკვე დანიშნა გელაძე, რომელიც ნაცმოძრაობის დროს იყო შესაძლოა იგივე უფროსი გამომძიებელი სოთში, ერეკლე კოდუას მაკითხენ მივდივარ. აი, სოთში მუშაობდა. მეგონა ღარიბაშვილის მერე ვის მოიყვანდა ისეც, რომ შეგვაცვლევიებდა აზრს და მოიყვანა ღარიბაშვილზე უარესი იდიოტი, მიუხედავად იმისა, განათლება გერმანიაში, ევროპაში მიღებული. ხო, დღევანდელ პრემიერზე ვსაუბრობ. პირდაპირ რუსეთის ოფიციალური
FSB-ს თანამშრომელი. ანუ თქვენ ფიქრობთ ძალადობის რეპრესიების გაგრძელებას აღარ აპირებს ივანიშვილი და ამ გზით ცდილობს რომ ძალადობები დაავიწყოს ადამიანებს. მე ვფიქრობ რომ იმდენად რაღაც ეტაპზე ლოიალური იქნება ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი. ლოიალური იქნება იმ მხრივ რომ დაუშვათ გადაინაცვლოს ახალგაზრდების და სტუდენტების დაჭერამ ცოტა უკვე ასაკიან ადამიანებს მაინც რაღაც მოარიდოს სიტუაციას ან დააწყნაროს სიტუაცია რომლითაც თელ აქცენტს გადაიტანს დაუშვათ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრზე, ხო? ის ძველი ხალხს დაავიწყდება. ან იმაზე მეც სისულელეს გააკეთებს ახალი ვიდრე ძველი აკეთებდა. და ხალხს დაავიწყდება ძველი და იტყვის ეთი ეგდო, მაგრამ აიტლადიჟი. აქედან მომდევნო მე მაინც ვფიქრობ, რომ ამით მოგვაშორა, დროებით მოგვაშორა ის გუნდი, რომელი გუნდის იმედიც მას აქვს. რატომ არ შეხვდა ამერიკის ელის ივანიშვილი, როგორ ფიქრობთ? და მისი განცხადება ასევე თუ გაიცანით ივანიშვილის განცხადებას, სადაც აპელირებს ზეო ფულზე, ხო აი რას აჩვენებდა თქვენთვის მის ეს განცხადება და რატომ არ შეხვდა? რამოდენიმე დღის უკან ჩვენ თქვენი შთაბეჭდილება როგორია? რამოდენიმე დღის უკან ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცვლილებები მოხდება. ეს ცვლილებები არის უახლოესი თვეების. ნუ ჯერჯერობით არ ჩანს ეს ცვლილებები და ძალიან მყარად გამოიყურება პრინციპში ივანიშვილის რეჟიმი. ის ხალხი, ვინ ჩვენ ქუჩაში მდგომებს და ქუჩაში მდგან ვარ მოყოლებული 90 წლიდან ნაცებს მიძახის. თან ვინ ისევ ნაცებია, გახედე და დაინახავ, ხო ამას აღარ უნდა ხსნაგან მარტები. რეგიონებიდან დაწყებული შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ფაქტობრივად ნაცი ყავს. მაგრამ ინარჩუნებს ხომ თელ სახელმწიფო ვერტიკალს, არავინ არ მიდის ასე თქვა თავისი ნებით ამ უწყებებიდან, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, ეს მთელი ვერტიკალი, მთელი ძალაუფლება არის ის ხელში კონცენტრირებული. ვერავინ ბედავის პროტესტის გამოხატვა. აქ არის ძალიან დიდი იმედი იმ საელჩოების, რომელიც საელჩოების დღეს აკრედიტებულები არიან საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო და გაგიხსნა ერთი მომენტი, როგორც კი გადაწყვიტავენ, რომ უნდა შეიცვალოს, ეგრევე შეიცვლება. ვერ უშველის, ვერც ელჩთან არ შეხვედრა, ვერც რაღაც მემუარების წერა და ამის მაგალითები ჩვენ ბევრი შორს აღარ წავალ. აი ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო სიტუაციის დალაგების და დაწყნარების დაუშვათ დღევანდელი დღეს უნდა შეხვედროდა. თუ გუში რომ უნდა შეხვედროდა, ხო ეს არ შეხვდა, იმიტომ რომ უკვე იცოდა რაზე იქნებოდა საუბარი. ამ რაზე იქნებოდა საუბარი თქვენი აზრით? ხელისუფლების გადაბარებაზე. აი ნიშამ გადააბარა 2012-ში ხელისუფლება, მას მერე როგორც კი კონდოლიზა ჩამოვიდა და ეგრეთ წოდებულ ღვინის სახლში, ქედაში გადაწყდა საკითხი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს კონსტიტუციური არჩევნების გზით, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში რევოლუციების ხანა, ხო? ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი. ანალოგიურად მიდიოდა დალაგება, იქ შეიძლება იქნებოდა საუბარი, რა თქმა უნდა, ხელშეუხებლობაზე, რასაც არ გამოვრიცხავ. იქ იქნებოდა საუბარი იგივე დაუშვათ ფულის დაბრუნებაზე. ოღონდ ეს გაწეულიყო გვერდზე, მაგრამ ეს არ გაიწევა მანამ სანამ მის ხალხს არ გაწევს გვერდზე, სანამ მის ხალხს არ ჩამორეცხავს ამ სიბინძურეს. ჩამორეცხვის ერთ-ერთი ანუ იმზადება წასვლისთვის თქვენ ასე ფიქრობთ ივანიშვილი? რა განიშნებ? რა გაიძებთ ამის? სად ჩანს ამის აი ეს ბოლო მომენტები. ბოლო ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში. მაგას შეიძლება ვიღაცა ვერ ხედავდეს, ვიღაცა ვერ ამჩნევდეს, შეიძლება მეც რაღაცაში ვწდებოდე, მაგრამ იმდენად ბევრი მთავრობამ გამოცვლილი გეუნები დამიჯერეთ. რა ეს არის უახლოესი თვეების საკითხი, შეიძლება კიდეც დაჩქარდეს. დღევანდელი არ შეხვედრის გამო. შეიძლება კიდევაც დაჩქარდეს, იმიტომ რომ თქვენ ალბათ მიაქცევთ ყურადღებას საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებას, ხო? კი. ნუ რამოდენიმე ქვეყნის ერთობლივ როცა იყო, ხო, გერმანიის კანცლერის ასე. კი, კანცლერი იყო პრეზიდენტი იმიტომ არ ვაქცევთ. თუ რა მნიშვნელობა მიაქცევთ ყურადღებას? პირდაპირ უთხრობ, ხელისუფლებას უნდა წახვიდეთ. დამთავრებული საკითხი, აი ერთ-ერთი ვერსიით შემიძლია ანალიტიკური ხედვით გითხრა, რომ შეხვედრაც ამერიკის ელჩთან, ელჩის შეხვედრა იქნებოდა ის, რომ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე წასულიყო. მაგრამ ფაქტი ფაქტის დარჩება ფაქტად, ესენი წასული არიან ჩემოჯობა დროის ფაქტორია. მადლობა, დიდი მადლობა. ეს დავით რობოტიძე იყო. წავლიან ხინკალშენიკის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ მოსვენით ჩვენს პირდაპირ ეთერში.
ეს 192 საღამოა ბათუმში, როცა იმართება ის საპროტესტო აქცია. წელწების მიუხედავად მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში ამ საპროტესტო აქციაზე, უცვლელი მოთხოვნებით პირველ რიგში თავისუფლებას სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს, ასევე არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და ასევე საპროტესტო აქციების მოთხოვნა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური ხელისუფლება. მოდი გავისაუბროთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. მარიამ ბოდიში და გაგესაუბროთ, ბოდიში გაწყვეტინებთ, პირდაპირ ეთერში ვართ. რას ეტყვის პირველ რიგში მოსამართლეს გულიკო კაჟაშვილს, რომელმაც გუშინ კი, აი ლუკა ნასუშვილს შეუფარდა 12-დღიანი პატიმრობა და დღეს როგორც გითხრეს ახლა ჩვენ სტუდენტებმა არ მისულა გულიკო კაჟაშვილი უნივერსიტეტში, სადაც უნდა ჩაეტარებინა მას 6 საათზე ლექცია სამართლის სტუდენტებთან. თქვენ რას ეტყოდით გულიკო კაჟაშვილს? რა გზავნილი გექნებოდათ მასთან? აი გულიკო კაჟაშვილის ადგილას ახლა თავი რო წარმოვიდგინე ძალიან ცუდი იყო და შემებრალა. უცხრად გეუბნებით ახლა სიბრალული თავისა რა საშინელება არის არა მხოლოდ ის რომ სისტემა რეჟიმი გავალებს, გაიძულებს სხვა შეუზღუდო თავისუფლება. რა საშინელება, როცა შენ თვითონ გრძნობ როგორ გეზღუდება ლექციაზე მისვლის შესაძლებლობა. თავის მოსამართლე რო ამაზე შეურაცხყოფელი და ღირსების ამხდელი კიდე რა შეიძლება იყოს მოსამართლე ადამიანს ვერ მიგესულებოდეს სტუდენტებთან იმის გამო რომ მწვენია მათთვის თვალებში ჩახედვა. ეს ასევე მეტყოლებს იმაზე რომ ჯერ კიდევ რაღაცა ადამიანური შერჩენილი აქვს ამ მონამართლეებს მართლა და სისტემის მსახურებს ჯერ კიდევ აფრთხობთ და აშინებთ რიგით ადამიანებთან ურთიერთობა და ეშინიათ იმისა, რომ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. მათ საქციელზე და სწორედაც ეშინიათ, აუცილებლად მოუწევთ. ვერსად დღეს ლექცია შეიძლება დაემალოს, მაგრამ საბოლოოდ სამართალს ვერ გაექცევა. აუცილებლად აღსდგება სამართლიანობა. რას ფიქრობთ გომელაურის ასლაზე? ის უკვე აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი პირი, სწორედ იმის გამო, რომ უხეშად არღვევდა საპროტესტო აქციების მონაწილეების უფლებებს და მათზე ძალადობდა, ხო? ანუ მის მიერ გაცემული ბრძანებებით მოქმედებდნენ სპეცრაზმელები. რას ნიშნავს თქვენთვის გომელაურის წასვლა და სწორედ მის ადგილას გელაძის მოსვლა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ძალოვანი უწყების წარმომადგენელი? ხო, ვიცით, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურ ძალებში ბევრი მაღალჩინოსანი სწორედ ქართული ოცნების რეჟიმი გაეყრდნო იმ სისასტიკეს დაეფუძნა რითაც გამოირჩეოდა წინა რეჟიმი. ხო, აქ უბრალოდ კიდე სხვა მასშტაბები შეიძინა, გახდა საყოველთაო და შეეხო იმ სფეროებსაც რაზეც თქვა ასე არაუღია სააკაშვილის რეჟიმს მაშინ ხელი. არ ვიცი, სახელების ჩანაცვლება დიდად არაფერზე არ მეტყოლებს, რა თქმა უნდა და ილუზია არ უნდა შევქმნათ, რომ ახლა რეჟიმმა საკუთარი თავის შიგნიდან გაკეთილშობილება დაიწყო. არანაირად ალბათ ახლა კიდევ უფრო მეტი სისასტიკისთვის სჭირდებათ კიდევ უფრო სხვა ძალების მობილიზება. მე კარგს არაფერს ვედი რუსული ოცნებისგან. ფაქტობრივად ისინი შეიძლება პირდაპირ ვიღაცა რუსეთიდან ჩამოგვიყვანონ. არაფერი განსაკუთრებული არ არის. აქ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. შეიძლება რაღაცა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაცით უკმაყოფილოებით დარჩნენ საკუთარი მაღალჩინოსნებით, რომ მათ საუკეთესოდ ვერ ჩაახშეს კრიტიკული ხმა და ბიძინა შეიძლება რაღაცა გულნაკული იყოს, რატომ გავართ ჯერ კიდევ ამდენი ხანი გარეთ, რატომ ვერ შეგვაშინეს. ასეთ შეიძლება, არ ვიცი. ანუ შეიძლება უფრო ფართო მასშტაბიანი რეპრესიებისთვის ემზადებოდეს ქართული ოცნება თქვენს განსაკუთრებით. შეიძლება არაფერი ამათგან გამორიცხული
არ არის. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ახლა საერთაშორისო ჩვენი თანამეგობრობისგან რაღაც სხვა ნაბიჯებით წამოგვეწია, ხო? სანქციები წამოეწიათ. განცხადებები, ძალიან მკაფიო განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, პოლონეთის. რო იტყუებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, მერცის მხარდაჭერა, აღმოჩნდა, რომ ტყუილს მოკლაფეხები აქვს და აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და ახლა სხვა მობილიზება სჭირდებათ იმისთვის, რომ გააჩუმონ საქართველო და დღეს სხვათა შორის ამერიკის ელჩი შეხვდა ივანიშვილი. ეს ამბავი რის თქმელია თქვენთვის? ხო, დღეს მე ამ ელჩთან შეხვედრის ამბავი არ მინახავს, მაგრამ ნახე ის რაღაც პატარა განცხადება, ხო, ბიზნეს საკუთარ ფულზე როგორ გამოც და ცოტა არაფერი ამათგან გასაკვირი არ არის და მაგრამ მაინც რა გონიათ საქართველოს მოსახლეობა, რა გონია ჯერ ამბობენ რომ აი რაღაცა deep state-ი მათთან თანამშრომლობა არ გვინდა, მე უცებ ამბობს რომ ჩემი ფულისთვის კი ბატონო მე თანახმავარი მისი დავალებები როცა სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ, მაშინ რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ, როდესაც ამბობს პირდაპირ რომ მე დავალებებსაც ჩავასრულებ და რასაც მეტყვით ყველაფერს ვიზა მოღონდ რაღაცა ფულს მისას საფრთხე არ შეექმნას. ყოველ დღე ხედავთ რეჟიმი სულ იხდის და იშიშვლებს თავს. მისი მეთოდები ხდება ხილული, მისი ბუნება ხილული არის, მისი მიმართებები როგორც ჩვენს ხალხთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან თუ ინსტიტუტებთან ამათ აინტერესებს მხოლოდ ფული და ძალაუფლება იმისთვის, რომ რაჩალობა უფრო მეტად დააგროვონ და გაამრავლონ საკუთარი ქონება და ამ ცდილობებში იკადრებენ და კადრულობენ ყველაფერს. ეს ერთი საშინელება არის, რა თქმა უნდა, და საშიში და მეტყველებს ავტოკრატიულობაზე, მეორე მხრივ კარგი არის მხოლხაზრისით, რომ არის შეუნიღბავი და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ დანარჩენები, ვინც ღირებულებები, ვისთვისაც ღირებულებები არის მნიშვნელოვანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის კეთილდღეობა, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია, სოციალური კეთილუფლებები, ხო? გავერთიანდეთ და არ დავნებდეთ, არ დავუთმოთ სიმართლეზე, ანუ არ დავიბრუნოთ თვალები. ეს არის მნიშვნელოვანი. საშინელებაც არის, მაგრამ ამაში არის მომენტი და პოტენციალი იმისა, რომ რეჟიმი დამარცხდეს. დიდი მადლობა. ეს მარიამ ქაჯაია იყო, მოქალაქე, აქტივისტი, თქვენ მოსესმენდით. ჩვენს პირდაპირ ეთერში ბათუმის საპროტესტო აქციაა და პროტესტის 192 საღამოზე როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში, ამ შემთხვევაში წვიმის მიუხედავად, თუმცა ეს არ არის უცხო ამბავი, ძლიერ და კონკრეტულ წვიმაშიც კი აქ დგანან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები და უწყვეტია შეიძლება ითქვას ეს საპროტესტო აქციები და ძლიერ თოვაშიც კი წელს გვახსოვს ყველაზე როგორი თითოეულობა იყო, მათ შორის ბათუმში, აქ იდგნენ მოქალაქეები და ყინვებშიც კი ღამეებსაც კი ათენებდნენ, მათ შორის კარვებში, რომელიც აქ გაიშალა თებერვალში, იანვრის ბოლოს და თებერვალში. ზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ზია ამაღლობელი თქვენ იცით რომ არის ჟურნალისტი, გამოცემა ბათუმელების განაგაზეთის დამფუძნებელი დირექტორი, ის რჩება უკანონო პატიმრობაში და ეს არის პოლიტიკური პატიმარი, პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სილის გაწვნის გამო ედავება პროკურატურა პოლიციაზე თავდასხმას, იურისტების და ავტორიტეტული არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით ეს არის უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება, რადგანაც სილის გაწვნა არათუ არ არის თავდასხმა, არამედ ის საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამასვე მოიცმობს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპული სასამართლოს გაწყვეტილებებისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც აჩვენებს იმას, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ როგორც თავდასხმა, რადგანაც ბევრად უფრო მძიმე შემთხვევები, როგორც იყო პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩართმა, ესეთ შემთხვევა ბათუმში იყო, ან საზარდულის არეში პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა, ან პოლიციელის დაჭრა, ეს შემთხვევები, რაც მე ახლა ჩამოთვალე და დამეთანხმებით ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებია, ვიდრე სილის გაწვნა, არც ამ შემთხვევაში არ უთქვამ სასამართლოს, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა.
ხოლო თუ ეს შემთხვევები არ არის თავდასხმა, თქვა მინის ბოთლის თავში ჩატყვა, რამაც სისხლის ჩაქცევები გამოიწვია პოლიციელის სახეზე, თუ ეს არ არის თავდასხმა, მაშინ როგორ შეიძლება განვიხილოთ თავდასხმად სილის ერთჯერადი, ერთხელ სილის გაწვნა, რაც იყო მზიამაღლებელი შემთხვევაში 2025 წლის 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე, როცა მზიამაღლებელი მივიდა პროტესტის ნიშნად და იმის პროტესტის ნიშნად, რომ ციხე ქალაქები დააკავეს სტიკერის გაკვრის გამოიფიცება საქართველოს, თავად მზიამაღლებელიც დააკავეს ადმინისტრაციული წესით იმის გამო, რომ მან გააკრეს სტიკერი შინაგან სამინისტროს ღობეზე და ამის შემდეგ ის უკანონოდ დააკავეს პოლიციელებმა, რადგან სტიკერის გაკვრის მუხლი საერთოდ არ თვალისწინებს პირის დაკავებას. მეორე საკითხია სტიკერის გაკვრით დაირღვა თუ არა შენობის იერსახე, მაგრამ რომ დაარღვეულიყო შენობის იერსახე, პოლიციელებს არ ჰქონდათ მზიამაღლებელის დაკავების უფლება. სწორედ ამ ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, როცა ის გათავისუფლდა ხელწერილი საფუძველზე, დააკავეს მზიამაღლებელი უკვე სისხლის სამართლის წესით და ამ დრომდე გრძელდება ამ საქმის განხილვა სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ შემთხვევაში უკვე 30 მაისს გაგრძელდება არსებითი განხილვის ხდომა, უკვე დასრულდა პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა. პროკურატურამ საბოლოოდ ჩახსნა 8 მოწმე, რომელიც უნდა დაეკითხათ სასამართლოში და უკვე პარასკევს დაიწყება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა სასამართლოში. ამის შემდეგ უკვე მოსამართლემ უნდა მიიღოს განაჩენი მზიამაღლებელი საქმეზე. ბრალი სადასტურების შემთხვევაში მას ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მე შეგახსენებთ, რომ მზიამაღლებელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ზეგ პარასკევს 30 მაისს დღის პირველ საათზე. მოდი აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბროთ გოჩა მჟავანიძეს. მოგესალმებით გოჩა, ბოდი შირო გაწყვეტინებთ, ვინ რო გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. გოჩა, რა საჩვენებს თქვენთვის ის ამბავი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და ასევე რა გზავნილები დაინახეთ ივანიშვილის განცხადებაში, ხო, რაც მან განმარტა დღეს ელჩთან შეხვედრის კუთხით. ანუ მისი გზავნილი საპასუხო წერილი რო გამოაქვეყნა, იქ ჩანს, რომ თავალი საფიქრალი და ამოსავალი წერილი არის პირადი ფინანსები და პირადი ფინანსების იქით არაფერი არ აინტერესებს, არც ამ ქვეყნის ბედი აინტერესებს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის შემოთავაზებული პირობები, ან წინაპირობები, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფომ სუნდოდა რომ მიეწოდებინა მისთვის და გაეზიარებინა, გაზიარებაზე და მოსმენაზე თქვა უარი და მისი განცხადება მე თქვა ულტიმატუმად ან წინაპირობას წარმოვიდგინე, რომელმაც თქვა რომ თუ ჩემ თანხასთან დაკავშირებული კითხვები არ მოიხსნება და ჩემ ან მას პროდუქციაში უნდა ფინანსური გარანტიები, რომ ის ფინანსებს არ დაემუქრება რაღაც საფრთხე სანქციები. ასე დავინახე რომ დამიბრუნეთ ფინანსები და მე შეიძლება დავილაპარაკოთ. თუ ფინანსებს არ დამიბრუნებთ, არავის არაფერზე არ დაგელაპარაკებით. ანუ სახელმწიფო ინტერესები, მთელი სახელმწიფო ძალაუფლება, მიტაცებული ხელისუფლება სიყენებს ბოროტად თავისი პირადი და ფინანსური კეთილდღეობის დასაცავად. და ეგეთი გაბუტული ბავშვით იქცება, რომელსაც, სათამაშოს რო გადაეფარება და ძალიან უხილდება და იმის იქით არაფერი არ აინტერესებს. სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფოს წარმომადგენელს შეხვედრაზე უარსებობდა შეხვედრას ანუ გაუბიხა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია, რომ არავითარი პასუხი და არავითარი რა სტრატეგია აქვს ახლა არჩეულ ივანიშვილს თქვენ დაკურებით, იგივე გომელაურის წასვლა, რომელიც იყო შუს მინისტრი ამ დრომდე, იყო მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი პირი, რას უკავშირდება მისი წასვლა თქვენ ჩემი აზრით, კიდევ ერთი აღიარება, რომ სანქციები ნამდვილად მუშაობს. და არავის არ უნდა მთავრობაში ვითომ ვიცე-პრემიერად სანქციების შემდეგ დააწინაურებს და რაღაც აჩვენეს მათ მომხრეს და საზოგადოების ნაწილს, რომ ვითომ სანქციები არ მუშაობს და სანქცირებული ტიპები მათი გუნდის ყველაზე წინგომი ხალხია, მაგრამ რეალურად სანქციები მუშაობს. სანქცირებული ადამიანები არავის არ უნდა საკუთარ გუნდში და საკუთარ გუნდს წარმოადგენდეს და ამიტომ გომელაური გადაწყვიეს, რომელიც ვერასდროს ვერ იხსნის თავს ამ მაგნიტსკის სიიდან და მანდა მისი ოჯახის წევრები, მთელი ცხოვრება. მაგრამ მოიყვანეს შუს მინისტრის სამინისტროს ერთ-ერთი ნაციონალიზების ერთ-ერთი აქტიური სახე ძალოვანი უწყებებში, ვის მუშაობდა, ხო? ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობის დროს მუშაობდა სოთში. მაგრამ ეხლა ნაციონალიზმის რომ ყველაზე ეფექტური
მებრძოლი ყოფილა რაც ერთია, რა ვიცი, მანდატური სამსახურის უფროსი იყო ჩაშკინის მინისტრობის დროს და მანდატური სამსახური იმ დროისთვის ის შეიქმნა და რა მიზანს ემსახურებოდა მეტწილად იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი რეგულების ანუ სკოლის თანამშრომლების დამორჩილების და პარტიული და საარჩევნო მანიპულაციების პრაქტიკულად ძალოვანი უწყება და კონტროლი შევიდა ამ გზით სკოლებში. ხერხები რომელიც იმ დროს დაინერგა აღმოჩნდა რომ ამასაც ისაღებია და აპირებენ არჩევნებში გამოყენებას ვერ ვფიქრობ. ან თქვენ ვფიქრობთ რომ ამიტომაც გაუშვეს გომელაური რომ ეს მოიყვანათ? გომელაური გაუშვეს იმიტომ რომ სანქციონებულია და ბიზნეს პირადი დაცვის წევრი იყო და ბიზნესა ამით ჩემი აზრით აჩვენებს რომ ანუ პასუხისმგებლობა არავითარი შემთხვევა არა აქვს თავრობაში ბოლო ადამიანი იყო თავრობაში რომელიც მის პირადი დაცვიდან იყო ნომინირებული და დანიშნული ამით ერთი მხრივ აჩვენებს ამას და მეორე მხრივ იმ ადამიანს ნიშნავენ რომელმაც თავის όλი გადაკლების სისტემაში უნდა შეიტანოს ის ძალოვანი სისტემის და ძალოვნების ეფექტი და ის ვერტიკალური მართლობა რაც სხვა სამინისტროში მაგალითად შინაგან სამინისტროში რა ქვია თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო კონტროლის სამსახურში და ასე შემდეგ იქნა ანუ ჩვეულებრივი განათლების შინაგან სამინისტრო იქნება მაგრამ მთელი ეფექტები გამოვა იმ წინა სამინისტროებიდან სადაც მანამდე გელაძე მუშაობდა და ბოლოს ასე მინაკითხოთ გუშინელის სასამართლოს შესახებ თქვენ ესწრებოდით გუშინელის სასამართლო განხილვას როცა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა უკვე მეორედ დააპატიმრა სტუდენტი ლუკა ნაცუშვილი მას შეუქმნა 12 დღით აპატიმრება დღეს როგორც ჩვენ გვითხრეთ სტუდენტებმა ყო არ ვიცით რამაც რეალურია ეს ინფორმაცია არ მისულა ლექციის ჩასატარებლად გულიკო კაჟაშვილი უნივერსიტეტში რა იქნებოდა თქვენი გზავნილი ამ მოსამართლესთან და რა შეთავაზება დაგიტოვოთ თქვენ ამ სასამართლოს ხდომამ გულიკო კაჟაშვილი მოსამართლედ არის ნომინირებული და ოფიციალურად მოსამართლის სტატუსს ატარებს სამართალთან და სასამართლოსთან არავითარი შემთხვევა არ გააჩნია გუშინულ მორიგი უკანონო და ამორალური გადაწყვეტილება მიიღო და ლუკა ნაცუშვილი რომელსაც არავითარი წესი არ დაუბრუნებია 12-იან ადმინისტრაციულ პატრონობაში გაუშვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოგონული სამართალდარღვევის და დაკავების საფუძველზე ანუ არ მიწვის იმიტომ რომ გულიკო კაჟაშვილია და ეს სახელმწიფო საზოგადოებაში უკვე ცნობილია თავისი ამორალური უღირსი და ადამიანური საქმიანობით გულიკო კაჟაშვილი არის იმ კლანის წევრი და იმ კლანის წარმომადგენელი რომელიც სასამართლო ხელისუფლებას მართავს მისი და ყველა მისის უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომელმაც ეგრეთ წოდებული ის საქმე განიხილა და ბიზნესმენს დააკისრა ანუ ზარმაზარი ჯარიმა აბსურდული და გაუსაუბრებელი საქმის მასალები და ვინც კი საჭიროებდა საქონელს იმან მოიგო გულიკო კაჟაშვილთან სასამართლო დავა 4 მილიონ 700.000 ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმ ხარემ რომელიც რეალურად არ არის ანუ დამნაშავე და დაზარალებულია რეალურად ან გულიკო კაჟაშვილის დისკ მეუღლე ამირანძაბუნიძე არის ჟურნალისტი მოსამართლე ამ მთელი ოჯახი არის სასამართლოში შეიძლება მთელი ოჯახი არის მუსლიმი და ჩინჩალაძის კლანის ნათელი მაგალითად გაგრძელება და შესაბამისად რასაც ეს კლანი გადაწყვეტა მართლმადიდებელი პარტია იმ გადაწყვეტილებას ასრულებს ასევე ნახეთ ღევანელი პოსტის სტუდენტების რომლებმაც თქვეს რომ კაჟაშვილმა არ მისულა უნივერსიტეტში ლექცია არ ჩაუტარებია მე ვფიქრობ ეს უნდა მივიდეს და ეს უნდა ჩაატაროს იმიტომ რომ ანუ სამართალი როგორ უნდა ასწავლოს ამ ადამიანმა რომელმაც გუში და მანამდე ბევრი სამართლო კანონო გადაწყვეტილება მიიღო და ლუკა რომელიც ეხლა რეალურად უნივერსიტეტში აუდიტორიაში უნდა იყოს და ლექციებს ესწრებოდეს განათლებას ემლობდეს არის ადმინისტრაციულ პატიმრობაში და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ნაბიჯი სტუდენტებისგან იყოს ორი მე მათ ხარს ვუჭერ და ვფიქრობ რომ ეგ უნდა გაგრძელდეს და გულიკო კაჟაშვილის აუდიტორიაში არაფერი არ ესახება და რა ვიცი თვითონ თუ არ დატოვებს იძულებული მორალური წნეხი უნდა განხორციელოს რომ ის აუდიტორიაში ეს მივიდეს და არც გაიფიქროს და ვინცა ისე დამსაქმებელი ოფიციალურ უნივერსიტეტი მათაც უნდა იფიქრონ რომ ესეთი რავი ესეთი ადამიანი აკადემიის სექტორში არ უნდა იყოს იმიტომ რომ სან გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან მორალური ადამიანური ჩარჩოებიდან და უნივერსიტეტის რეპუტაციისთვისაც ძალიან დამაზიანებელია იმისთან მიუხედავად რომ თვითონ რექტორიც არანაკლებ ამორალური და რუსია მენტალურად
ხენო შევახსენო უმაღლეს საბჭოს ყოფილი დეპუტატი ქართული ოცნებიდან პროპაგანდისტი, რომელიც ზუსტად მაგნიტში დაინიშნა, რომ ის პარტიული ვერტიკალი და ის პარტიული მიდგომები და პროპაგანდა რა აქვს ეხლა მე ხელისუფლება ქართული ოცნება გადაეტანა უნივერსიტეტში, გაეცელებინა და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და რავი გულიკო გაჟაშვილი ზუსტად შეეცემა მოქმედ რექტორს, მაგრამ უნივერსიტეტს როგორც დაწესებულებას და თავის ისტორიას და იმართულებს არ შეეხება არც ერთი მათგანი და მე ვფიქრობ რომ გაჟაშვილს არ უნდა მიეცეს მორალური უფლება რომ უნივერსიტეტში მივიდეს და სტუდენტებთან ურთიერთობა გქონდეს და ლექცია წაიკითხოს და ასევე ძალიან ისმენ ჩატარებულ ბევრ კომანდურ ყოფილი ვიყავი ვესწრებოდა კომპეტენციასთან და სააშორსა და კვალიფიცირებასაც არ ემსახურებს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ალობა ეს გოჩებ ჟავანაძე იყო მოქალაქე თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ეს პროტესტი 192 საღამოა როცა მოქალაქეები წვიმაში ქოლგებით განან ისევ საპროტესტო აქციაზე შეიძლება ითქვას ეს უწყვეტი საპროტესტო აქციაა ბათუმში რომელიც ერთდროულად არის როგორც ბათუმში ასევე ქუთაისში თბილისში არ მხოლოდ დიდ ქალაქებში ძალიან ბევრი განიცდის დღეს ეს პროტესტის ხმა და საპროტესტო გზავნილები მაგალითად მარტვილში მარტო ერთი მოქალაქე დგას აქციაზე და ერთი კაცი საპროტესტო აქცია გრძელდება ამ დრომდე ეს უწყვეტი პროტესტი როცა მოქალაქეები აფიქსირებენ ძალიან მკაფიოდ საკუთარ სათქმელს მოქალაქეები დგანან ქუჩაში ამ საპროტესტო აქციაზე და ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს სიმტკიცე და შემართება რომ ისინი არაპირებენ ამ პროტესტის შეჩერებას მაშინ როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დასვა პრაქტიკულად დღის წესრიგში ბიზნე ევანიშვილის რეჟიმმა რომელიც აყალიბებს დიქტატურას ქვეყანაში და პირდაპირ უქმნის საფრთხეებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ამიტომაც მოქალაქეების გზავნილიც არის ძალიან მკაფიო რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ეს აპროტესტო აქციები გახდა მასობრივი ქვეყანაში და ყოველდღიური უწყვეტი მას შემდეგ როცა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობის პრემიერმა თქვა რომ ის პრაქტიკულად აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და მოქალაქეების გზავნილი მას შემდეგ არის ძალიან მკაფიო რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნის გზის განვითარების გზის ჩაკეტვას ევროპისკენ რაც ნიშნავს პრაქტიკულად რუსეთის ხელში ქვეყნის აღმოჩენას და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას რადგანაც ძალიან მარტივია იმის დანახვა თუ რა შეიძლება დაემართოს საქართველოს ამ ქვეყანას პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ ასეთი იყო ბათუმელის პირდაპირი ჩართვა ამ საღამოს პროტესტის 192 საღამოს ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ალბათ ყურადღებისთვის დროებით